რონდელის უსაფრთხოების კონფერენცია დღე მეორე ღონისძიება, რომელსაც ოცნება ტყუილების კონას უწოდებს, სიტყვით ისლანდიის პრეზიდენტმა გახსნა. მცირე სახელმწიფოები და დიდი გავლენა ისლანდიას საერთაშორისო სცენაზე, ასე ერქვა გუდნი იოჰანესონის გამოსვლას. ისლანდიის პრეზიდენტმა საკუთარი ქვეყნის მაგალითზე საუბრის დროს და საქართველოზე მითითებით თქვა: შეიძლება ჩვენ არ ვიყოთ გადამწყვეტი ფაქტორი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არაფერი გვაქვს სათქმელი. მცირე სახელმწიფოებს უნდა ჰქონდეთ მორალური მკაფიო პოზიცია. ისლანდია უკრაინის აქტიური მხარდამჭერია, რეიკიავიკის პოზიციაა, რომ რუსეთმა აგრესიის გამო პასუხი უნდა აგოს. ქეთი ნადიბაიძე ესწრება კონფერენციას, რომელიც პირდაპირ ეთერში გვერდდება. ისლანდიის პრეზიდენტი რამდენიმე დღეა საქართველოშია, ის უკვე შეხვდა ქვეყნის პირველ პირებს, ქართველ კოლეგას, ასევე პრემიერ-მინისტრს და დღეს უკვე მან მიმართა რონდელის ფონდის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციის სტუმრებს. აღნიშნა ის, რომ ის ამ დღეებში იმყოფებოდა ეგრეთ წოდებულ საზღვართან, სოფელ ოძიში, პირადად ნახა რუსული ოკუპაციის შედეგები და ხაზი გაუსვა თითოეული ევროპული ქვეყნის უსაფრთხოების მნიშვნელობას სხვა ევროპული ქვეყნების უსაფრთხოებისთვის, მთლიანად ევროპის უსაფრთხოებისთვის. ის მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე მხარს უჭერს უკრაინას და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დღეს უკრაინაში მხოლოდ უკრაინის ბედი არ წყდება. იყავით სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიმართა ისლანდიის პრეზიდენტმა, ნატოს წევრი ქვეყნის პრეზიდენტმა საქართველოს და ქართულ საზოგადოებას, რადგან ეს იქნება საქართველოსთვის ბერკეტი, რომ ის იყოს მნიშვნელოვანი და ჰქონდეს მნიშვნელოვანი როლი გლობალურ კონტექსტში. უშინ მოვინახულეთ ოძისი, ვიყავით ხაზთან, რომელიც ოფიციალურად ცნობილია როგორც ადმინისტრაციული გამყოფი ხაზი და რომლის გადაკვეთა არ შემეძლო, მიუხედავად იმისა, რომ მის მიღმა ასევე საქართველოს ტერიტორიაა. ეს ვითარება განსხვავდება ისლანდიისგან. ჩვენ არ გვყავს მეზობლები, რომლებიც საფრთხეს გვიქმნიან, მაგრამ ჩვენი ისტორია გვასწავლის, რომ ჩვენი უსაფრთხოება დამოკიდებულია სხვების უსაფრთხოებაზე. ჩვენ კარგად ვიცით, რომ მანამ სანამ რუსეთის უკრაინაში შეჭრა მიმდინარეობს, თავისუფლება საფრთხის ქვეშაა მთელს ევროპაში. როდესაც ევროპაში ომია, ამას ჩვენზეც აქვს გავლენა. პატარა ქვეყნების მაგალითი მნიშვნელოვანია. ისლანდიის მაგალითი აჩვენებს, რომ პატარა ქვეყნები არიან იმ პოზიციაში, რომ გააპროტესტონ უფრო ძლიერი ქვეყნების ქმედებები, მაგრამ ამას ყოველთვის ვამატებ. იყავით სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქვეყანა. ეს ხელს შეგიწყობთ, მოგცემთ ბერკეტებს. საქართველოს ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე დგას, მაგრამ თქვენ გაქვთ შესაძლებლობებიც და თუ ვიმოქმედებთ ერთად და დავეხმარებით ერთმანეთს, ჩვენ ყველანი მოგებული დავრჩებით. ევროატლანტიკური ინტეგრაცია, რომ მთავარი ფაქტორია საქართველოსთვის, უსაფრთხოებისთვის, დემოკრატიული განვითარებისთვის, მტრულად განწყობილი მეზობლებისგან თავის დასაცავად, ამას უსვამენ ხაზს დღევანდელი კონფერენციის სტუმრები, აღნიშნავენ იმასაც, რომ ახლა რეგიონში, ევროპაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ისტორიულ პროცესშია ქვეყანა და მნიშვნელოვანი არის, რომ ეს შანსი, რომელიც საქართველოს და არა მხოლოდ საქართველოს აქვთ ამ ვითარებიდან გამომდინარე, გამოიყენონ სათანადოდ. ევროკავშირმა როგორც თქვი გაცილებით სხვა დამატებითი დატვირთვა შეიძინა საქართველოსთვის, არა მხოლოდ როგორც თქვა პოლიტიკურ-ეკონომიკურმა სივრცემ, სავაჭრო სივრცემ, არამედ როგორც უსაფრთხოების სივრცემაც. ამიტომაც სასწრაფოდ გადასადგმელია ნაბიჯები, რომ არა თუ 2030 წლისთვის, არამედ უფრო მალე შევძლოთ იმ 9 ნაბიჯის შესრულება, რაც სავალდებულოა მოლაპარაკებების გახსნისთვის და შემდეგ უკვე დრო გვაჩვენებს, ასე ვთქვათ, რა მოთხოვნები უნდა დავაკმაყოფილოთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად გავხდეთ ევროკავშირის წევრები. ეს არის ის უნიკალური ფანჯარა, რომელიც რომ საქართველოს გაუხსნა და დღეს ჩვენი მოვალეობა არის ის, რომ რაც შეიძლება მოკლე ვადაში გავიაროთ გზა კანდიდატობიდან უკვე წევრობამდე. თავარი, რასაც ჩვენაირი ქვეყნები უნდა ეძებდნენ, ეს არის რეალური ფარი, რეალური დამცავი ფარი, რომელიც დასაწყისისთვის მინიმუმ შეაჩერებს და აფიქრებს მტერს, სანამ მორიგჯერზე გამოილაშქრებს შინაარსი. ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია არის ჩვენი ქვეყნისთვის გრძელვადიანი ეკონომიკური და თავდაცვის პოლიტიკის განხორციელების აუცილებელი გარანტია, განუყოფელი ნაწილი არის. უნიკალური შანსი მოგვეცა რეალურად უკრაინაში უკრაინელების და ჩვენი ქართველი მებრძოლების თავდადებული და წარმატებული ბრძოლის შედეგად უნიკალური შანსი გაშრა საქართველოს ევროპულ კავშირში გაწევრიანების.
მეორე დღეა უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციის სტუმრები მსჯელობენ ევროპულ უსაფრთხოებაზე, რუსულ საფრთხეებზე, მათ შორის ხაზი გაესვა არაერთხელ საქართველოში 2024 წელს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს, ამ არჩევნების მნიშვნელობას, რუსეთის მცდელობებს ჩაერიოს ამ არჩევნებში. მოწვეულ სტუმრებს შორის არიან საერთაშორისო სპეციალისტები, ადგილობრივი სპეციალისტები, პოლიტიკოსები და მათ რიგებში არ არის ქართული ოცნება, სახელისუფლებო გუნდის წევრები, რომლებიც კრიტიკულ განცხადებებს რბილად რომ თქვათ აკეთებენ ამ კონფერენციის მისამართით, მაგალითად გუშინ რონდელის ფონდის მიერ ორგანიზებულ ამ საერთაშორისო კონფერენციასთან დაკავშირებით დეპუტატების მხრიდან გაკეთდა განცხადებები, რომ ეს არის სიცრუის კონა. შეგახსენებთ, რომ ეს კონფერენცია, რომელიც მეორე დღეა იმართება, დღეს ისლანდიის პრეზიდენტმა გახსნა.